Facebook სტატუსის გამო ჟურნალისტ ვახოსანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლეს ზვიად ცეკვავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საქმე ეხებოდა Facebook-ზე პაპუაშვილისა და ბოჟაძის შესახებ დაწერილ პოსტს. ხდომას ტელეწამყვანი არ დასწრებია. ნატავიბლიანი არ გამორიცხავს, რომ მამამისი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ამის შესახებ ქალის ადვოკატმა გუშინდელი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. უფლებადამცველის ინფორმაციით ვიბლიანმა დეტალურად გაიხსენა, როგორ გახდა 9 წლის ასაკში სისტემატური გაუპატიურების მსხვერპლი. მისი დისტანციური გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება. ცოტა ხნის წინ პირველად ვიხილეთ ნამდვილი საჰაერო ბრძოლა, სადაც უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ამის შესახებ კონგრესში ამერიკელმა გენერალმა 딘 გეინმა განაცხადა. მე მინდა უკრაინამ გაიმარჯვოს, ისინი ჩვენი მეგობრები არიან, თქვა გენერალმა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი მთავარსარდალი ჰყავს. მიხაილო დრაპტი თანამდებობაზე გუშინ დაენიშნა. ოლექსანდრ სირსკი პოსტიდან გაათავისუფლეს. ეს იმ საპროტესტო აქციების ფონზე, რომელთა მონაწილეები მოითხოვდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე აღდგენას და სირსკის გადაყენებას. ეს არის ახალი სუნთქვა და ახალი იმედი თავისუფალი ადამიანების ბრძოლაში, დაწერა ფედოროვმა.